თეო, გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად, შენ როგორ ხარ? ეხა ამ წამს კარგად, მერე ვნახოთ ბოლოს როგორ ვიქნები. მოკლედ, ეხა ჯერ უნდა გითხრა მადლობა იმისთვის, რომ აქ ხარ, ძალიან მიხარია, რომ შენ ხარ, რომ გიყურებ უკვე წყნარად, თუ არ ვნერვიულობ და კიდე მადლობა იმისთვის, რომ რაღაცნაირად შენ დააჩქარე ჩემი პოდკასტის დაწყება და შენი, ესე ვთქვათ, შენი იდეა იყო, რომ ეს ამ თემით დამეწყო და მადლობა შენთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ შენ გაითვალისწინე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს არის შენი, ასე ვთქვათ, საქმიანობის დასაწყისი და პირველი ნაბიჯები და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის, რომ აი ამ თემით და ჩემი რაღაცა ისტორიით შემოდიხარ ამ სფეროში და მოკლედ რავი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ამ სფეროში, რასაც შეიძლება მიაღწიო. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, ეხლა დავიწყოთ მოლმაუნით. შენ ხარ მოლმაუნის კრეატიული დირექტორი და დამფუძნებელი. და ეხლა რამოდენიმე კვირის წინ გქონდა პარიზის Fashion Week-ზე მიგიწვიეს. მომიყევი საიდან მოხვდი? ვინ დაგიკავშირდა? აი რა ყველაფერი მაინტერესებს, როგორი იყო, რა იყო? ხო, ეს ძალიან საინტერესო ისტორია არის, სიმართლე გითხრა, ეხლაც ძალიან მიჭირს გავიაზრო ის ყველაფერი, რაც მოხდა და ხანდახან რო ვიხსენებ ამ მომენტებს, ცოტა ისე ვარ ხოლმე, მართლა მოხდა ეს ყველაფერი თუ რაღაცა ის იყო. სიგიჟეა მართლა. ხო, სიგიჟე იყო მართლა. ჩაოლებრო Instagram-ზე მომწერეს წარმოიდგინე და ანუ ვერ წარმომედგინა რომ ესეთ რაღაცაზე შეიძლებოდა რომ Instagram-ზე მოეწერათ, იმიტომ რომ მიწერია ყველანაირი ინფორმაცია ჩემი ბრენდის შესახებ, სადაც შეიძლება მომემართათ და ცოტა ვერ გავიგე. ეს Moda Production-ი დაგიკავშირდა ხო? კი, Moda Production-ი დამიკავშირდა და თვითონ ის Tracy, ვინც არის CEO, ანუ სასწაული ქალია მართლა. ძალიან წარმატებული იყო. ძალიან წარმატებული არის და პირველ რიგში რა თქმა უნდა მოვიძია ამ ქალის შესახებ ინფორმაცია. შოქში ვიყავი რომ მეთქი ვაუ. საოცარი ადგილი არის და ამ ადგილს ანუ რანაირად დაეუფლა ესე ვთქვათ სუმანდარი ხო მისი? ალბათ მისი პრესტიჟიდან გამომდინარე და მისი ასე ვთქვათ გავლენებიდან გამომდინარე, რაც უჭირავს ამ ქალს ამ სფეროში და ძალიან ბევრი ადამიანი ენდობა მას და არ არის მარტივი რომ ეს mention-ი ასე ვთქვათ საოცარი ადგილი. აი სასწაული ადგილი არის გარდა იმისა, რომ არის ისტორიული ადგილი, კარლ ლაგერფელდის mention-ი იყო და თვითონ შედიხარ, აი რომ შევედი და რომ დავინახე ეს სივრცე და ეს გარემო, რაც იქ იყო და ის ოთახები და რომ აქ უნდა ევლოთ მოდელებს, რომელსაც შენი მოლმაუნი, აი მივხვდი, რომ ზუსტად ის განხორციელდა, რაც ჩემ გონებაში ქონდა დახატული თუ როგორ უნდა ყოფილიყო პირველი კოლექციის წარდგენა. ანუ ამ ხელაზე გეგონა რომ ესეთი მასშტაბური იქნებოდა თუ არ წარმოგედგინა პირიქით. არა, როგორ არის იცი? თუ ნაკლები იქნებოდა არ მინდა. ნახე როგორი ამბიციური ხარ, კაია. არა, მართლა ანუ სიგიჟე არის ხა. ხო, ამბიციურობა შეიძლება დაერქვას. ანუ უბრალოდ არაზოს თავხდები რაღაცა. ხო, ძალიან მაგარია. მაგრამ ეხა პირველივე პარიზის მოდის კვირეულზე რო წარმოდგენილი გქონდა დაუჯერებელია. არა, ხო, კი, ეგრე მქონდა ნამდვილად და ძალიან ბევრი მკითხეს ხოთა შორის და ცოტა თავს ვიკავებდი რომ რეალურად ესე მეთქვა რომ იცი რა. ხო, მესმის. ეხა შეგიძლია თქვა. ხო, კი, მართლა ეგრე იყო და ძალიან ანუ შეიძლება ჩემი საიდან დავიწყე იქიდან რომ წარმოიდგინო მანდ რო გინდა პირდაპირ რო პირველი კოლექცია გააკეთო, ცოტა მართლა ისეთი განაცხადი არის, მაგრამ უამრავი მაგალითი არსებობს სამყაროში, თუნდაც მოდის სფეროში და თუნდაც nebismier სხვა სფეროში, სადაც რავი ადამიანები საიდან იწყებენ, ხო? და ყველაფერს აღწევენ აბსოლუტურად. ხო, მაგრამ ესე იცი, აი ვიღაცის ისტორიები იცი და ეხა ესეთი ახლო ადამიანის ისტორია რო ვიცი, საერთოდ ძალიან მაგარია. ხო. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს არის რაღაცა ეხა ვარ იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზე. ეხლა ვარ აი ნულ სართულს. არა, ნულ სართულს. შენებლობის რო ამოყავთ და ნულ სართულს. ხო, ეგრე ვარ მგონია და ეს არის ჩემი დასაწყისი და მაგარი გიჟი დასაწყისი. იცი რა მაინტერესებს კოლაბორაციაზე. ეგეც, ისიც ხო ერთი გასაგებია ამბავი არის, რომ პარიზის მოდის კვირეულზე იყავი და მეორე არის რაღაც ახალი შემოიტანე. კი. და აი ეგეც მაინტერესებს, რატო გადაწყვიტე, რომ ეს ანუ მეიქაპი გამოგეტანა პოდიუმზე, შენ გადაწყვიტე, აი როგორ დაალაგდა ეგ რაღაცები, ეგეც რო გითხრა. ის რომ მოლმაუნი საქართველოსთან ბრენდი პატარა
ჯერ კიდე სტარტაპის ეტაპზე ვარ. არა, სტარტაპი მოიძახე. ხო, ნუ ძალიან მინდოდა რომ ადამიანებს დამახსოვრებოდათ. ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. და ის რომ უბრალოდ runway-ზე გამოვიდნენ გოგოები და უბრალოდ ეცოთ ტანსაცმელი არ იყო საინტერესო რა, იმიტომ რომ სხვა დიზაინერებს, სხვა დამწყებ დიზაინერებსაც ჰქონდათ მათ შესაძლებლობა თამეთი პროდუქცია წარმოედგინათ და უბრალოდ ვერ წარმოიდგენ რა ნამუშევრები ჰქონდათ, აი მართლა ძალიან მაგარი და ჩემის არ ჩამოუვარდებოდა. მაგრამ მაინც რა არის ხო? ანუ ჩვეულებრივი გამოვიდნენ და შევიდნენ უკან. მინდოდა რაღაცა განსხვავებული ყოფილიყო რა. თავიდან მქონდა იდეა რომ რამდენიმე ქართველი დიზაინერი ჩამერთო ამ ყველაფერში, სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ეს აქსესუარები, ფეხსაცმელები, სათვალეები, რომლებიც არ იქნებოდა ჩემთან კვეთაში. იცი რა მითხარი? მე მაინტერესებს, აი, ყველაზე რთული რა იყო? ყველაზე რთული იყო მოკლე დროში შეგიქმნა პროდუქცია, რომელსაც წარადგენდი პარიზის Fashion Week-ზე. ეს ხო არ არის უბრალოდ ready to wear კოლექცია, რომელიც გაიტანო და იქ არის უამრავი მოთხოვნა, იქ არის უამრავი რაღაცა, რაც უნდა გაითვალისწინო, ხარისხის რაღაცა გაიდლაინები, რომელიც უნდა დაიცვა და მქონდა სულ 20 დღე არ დაგავიწყდეს, დაემთხვა აგვისტო, აგვისტოს ჯერ უმოკლეს დროში გადაწყდა, იმიტომ რომ ანუ როგორც აღნიშნე ძალიან პატარა დრო მქონდა ისედაც მოსაფიქრებლად და შემდეგ პატარა დრო იმისთვის რომ ეს ყველაფერი ასე ვთქვათ და სხვა თვითონ იქ backstage-ში არ იყო რაღაცა აი რამე ისეთი საინტერესო სიგიჟე იყო backstage-ი სრულიად, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ამ იმაზე დავასრულებ მოსამზადებელ პერიოდზე უმოკლეს დროში მიწევდა ფეხსაცმელების, ტანსაცმელი ხო თავისთავად, აქსესუარების მოძიება, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ყველაფერი შენაკეთებდი? ყველაფერი მე გავაკეთე, კი. რანაირად? არ ვიცი. ანუ მართლა. ისედაც ყველაფერი შენ ბრენდში, ყველაფერს, ანუ ყველას იმას ითავსებ. ხანდახან სოციმედიად შენ ხარ. ძალიან მაგარი ხარ მართლა. მე მახსოვს შენ 2019 წელს დაიწყო მოლმაუნი შეიქმნა ხო ეგრეა პანდემიის დროს. უფრო ადრე როგორ არის იცი ეს იდეის სახით და რაღაცა პატარა ნაბიჯები უფრო ადრეც გადავდგი, მაგრამ ესე ოფიციალურად უკვე 2019 წელს დაიწყო წარმოება. რაღაცა დაგეგმილი იყო რომ ანუ თუ აი შემთხვევით დაიწყე. მე მქონდა უკვე ამ მიმართულებით რაღაცა კვლევა ჩატარებული, მოძიებული რაღაცები, პროექტი გავიარე, fashion management-ი და არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და დღემდე სულ ჩემს გვერდით არიან და ძალიან დიდი მადლობა. ანუ გინდოდა რომ გაგეკეთებინა ბრენდი? მინდოდა რომ ჩემი საქმე მქონოდა, იმიტომ რომ ვერ ხედავდი თავს ვერც ერთ კორპორაციაში, ასე ვთქვათ. და ანუ განათლება, ანუ განათლებით ხარ დიზაინერი თუ არა დიზაინერი განათლებით ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული და მაგისტრატურა მაქვს საერთაშორისო ურთიერთობები და ეგ მერე ვიტყვი რატო შევიცვალე გარკვეულწილად მოლმაუნისთან აქვს ამას კავშირი და ჯერჯერობით ეს პროექტი წლების განმავლობაში არის უკვე ჩაფიქრებული მაქვს და ძალიან დიდი დრო ჭირდება იმისთვის რომ განვახორციელო და თუ განვახორციელო მერე ვიტყვი. ამაზე კიდე რამეს ველოდები ჩვენგან? კი. აი რა კაია, ისევ რაღაც ბრენდი არის, რაღაც არა, ბრენდი არ არის, ისევ მოლმაუნის უკავშირდება და გარკვეულწილად მოლმაუნის დაარსებასაც და ოღონდ ძალიან გრძელვადიანი ამბავი. რაღაც უნდა მითხრა მგონი. რაღაც პატარა ჰინთი მგონი ვიმსახურე. მე ძალიან გრძელი ისტორია არის პირობას გაძლევ რომ შენთან ვიტყვი. კაი. დავიმახსოვრე. გახსოვს პირველად რა გააკეთე? ანუ რა შექმენი? პირველი მახსოვს რომ აი თუ გახსოვს შენ გემახსოვრება თეთრი კომბინეზონი რო არის, იცი? აი რაღაცა 90-იანების სტილში. კომბინეზონი არა, მაგრამ შენი ძალიან ბევრი სპორტული მქონდა მაშინ. ეხლა რაღაც აღარ უშვებ სპორტულებს. იმიტომ რომ თავიდან რეალურად გავაკეთე კოლექცია, სადაც იყო აბსოლუტურად ყველა მიმართულების ტანსაცმელი. ეს იყო სპორტული ორეულებიც, ძირითადად კლასიკური მიმართულებით მქონდა რა. მე ბოდიში მეგონა რომ პანდემიის დროს რო დაიწყე, სპორტულებით დაიწყე. ეს ჩემი შთაბეჭდილება იყო, მაგრამ მაგ დროს რო იყო რაღაც მეგონა რომ აი ყველა სახში ვიყავით და მოდი აი კოუზი სპორტულებით გავაკეთებ რა. მაგ დროს გამიმართლა რომ სპორტულებიც მქონდა უკვე გაკეთებული. რაღაცა მერე დაიწყეს. მე უკვე მქონდა პანდემიამდე. ქართული ბრენდების სპორტულების მე მგონი პანდემიის დროს დაიწყო მართლა. კი. და ხო მე გამიმართლა იმაში რომ მანამდე მქონდა უკვე რაღაცები გაკეთებული, უბრალოდ ხო კლასიკური მიმართულებით ძირითადად და უბრალოდ პანდემიამ
ასე ვთქვათ, აქტუალური გახადა ეს სპორტული არეულები და მე რადგან უკვე მქონდა ეს გაკეთებული. პირველი, ასე ვთქვათ, გავარდა ამ მიმართულებით, ასე ვთქვათ, უფრო გამოჩნდა. ბრენდი თითქოს ასოცირება წავიდა მე სპორტულ არეულებთან, თუმცა ფიქრობ, რომ ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ასოცირება კონკრეტულად ამ მიმართულებით. არა, ეხლა საერთოდ არა, ეხლა საოცარი კაბები და ძალიან ლამაზი რაღაცები გაქვს. თეო, იცი რა მითხარი? აი როგორ კერავ, ანუ აი საიდან მოგდის იდეა, რომ აი რაღაც იმის გარდა რომ რაღაც საშემოდგომო საზაფხულოს გარდა, აი საიდან ფიქრობ, რომ აი ეხლა მოდი ეს მინდა რომ შევკერო, ან აი საიდან არჩევ? ანუ მიხვდები ეს კითხები? კი, როგორ არა. აი ხო ესე ადამიანები ვართ და ძალიან ბევრი რაღაც მოგწონს. ეხლა მე რო დავიწყე, იმდენი რაღაც მომინდება, რომ ალბათ ვერაფრიდან ვერ დავიწყე. ხო, ეგ ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვისაც, იმიტომ რომ ჩემთვისაც საკმაოდ ამოუხსნელი არის და ზოგადად არ ვარ ადამიანი, რომელიც წინასწარ გეგმავს ყველაფერს. ძალიან აი ყოველთვის ვენდობი პროცესს რა და აი ამ ეს მიმართულება მაქვს ბრენდთან მიმართებაშიც რა. რაღაცას რო დავიწყებ, აი ვენდობი პროცესს რა. აი ხატვარი რო რაღაცა ნახატის დახატვა უნდა და რო დაიწყებს და რო არ იცის წინასწარ რას გააკეთებს, დაახლოებით ეგეთი პროცესი არის რა. მაგრამ ინსპირაციას ხო იღებ უეჭველი? ინსპირაციას ვიღებ, რა თქმა უნდა, ძველი მოდიდან, აი მუგლერის ძველი ჩვენებებიდან დაუშვათ და აი თავიდან ეხა ვერაფერს ვერ გამოიგონებ ხო იცი ხო ნამდვილად ხო სამწუხაროდ ან გამოიგონებ გაიტან მაკიაჟს პოდიუმზე ხო ეგ არასდროს არ ყოფილა საერთოდ არავის არ გაუკეთებია და ეგ იყო ერთ-ერთი კიდე მნიშვნელოვანი რაღაცა რაც მინდოდა რომ ყოფილიყო მე გამომრჩა მუსიკაზეც უნდა მითხრა მგონი ანუ ის მუსიკა რამდენ წუთიანი ან რამდენი ხანი გაგრძელდა ეს დაახლოებით 10 წუთი და 10 წუთი შენი ბრენდისთვის და ამ შოუსთვის ანუ შექმენით მუსიკა, ხო? კი, მე მინდოდა რომ ყოფილიყო სპეციალურად შექმნილი მუსიკა მოლმაუნისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და ის ტანსაცმელი რომელიც გამოვიდოდა, ტანსაცმელს აუცილებლად უნდა ქონოდა შესაბამისი მუსიკალური, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდი, იმიტომ რომ ის ჟღერადობა უნდა ქონოდა იმ ტანსაცმელს და ის შინაარსი, რაც თვითონ ტანსაცმელში ჩაიდო, ასე ვთქვათ, და მუსიკას უფრო სწორად. შესაბამისად, ძალიან ვიცოდი რომ ძალიან დიდი გამოწვევა იქნებოდა და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია მუსიკა, აი როგორ რაღაც არის ისი შეიძლება შეგაზიოს ის, რასაც უყურებ, ან პირიქით ძალიან შეგაყვაროს და ძალიან ხელი შეგიშალოს საერთოდ და ამიტომაც აი ძალიან ფაქიზი ამბავი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა გავურისკენ. როგორ შეიქმნა? ანუ იდეა მქონდა რომ უნდა ყოფილიყო საძიკველი ისე და ისევ სიყვარული, რაც კოლექციაში თავიდანვე მქონდა ჩადებული რა, იმიტომ რომ ეს ტანსაცმელი რაც ანუ მოდელები, თითოეული მოდელი რაც შეიქმნა, არის რაღაცა ჩემი შინაგანი სამყაროს, ანუ ალტერ ეგოები დავარქვი, ჩემი ალტერ ეგოები, იმიტომ რომ ჩემი შინაგანი სამყარო სხვადასხვა გამოხეტულება იყო, სხვადასხვა ქალის ხასიათის მიხედვით და ჩაცმულობის მიხედვით. ყველანაირი ხალი, აბსოლუტურად და დამეთანხმები, რომ აი რო გეკითხებიან, აი როგორი ხარ, ძალიან ბევრჯერ ვეკითხებ ჩემთვის და აი როგორი ვარ და ამ დროს ძალიან ბევრჯერ აღმომიჩნია. ხო, აზზე რო არ ხარ. კონკრეტიკას რო გეკითხებიან, ეგრევე იბნები, მეც ეგრე ვარ. იმიტომ რომ კონკრეტულად არ ხარ რაღაცა ერთი, იმიტომ რომ აი ყველანაირი ხალი ხარ რა სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა დროში და სხვადასხვა პერიოდში. შესაბამისად, ხო აი ეს მინდოდა რომ ენახებინა იმ ჩვენებაში და რა თქმა უნდა ის სიყვარული რაც სამოძრავებს ყოველთვის ადამიანს რა და დავუკავშირეთ ერთ-ერთ ქართულ DJ-ს, იმიტომ რომ თავიდანვე აღნიშნე რომ ძალიან მინდოდა ქართული ყველაფერი ქართული ყოფილიყო, იმიტომ რომ თვითონ ეს Moda Production-იც მთავაზობდა ვიღაც სხვა თავიანთ ტიპის კი როგორ არა უამრავი ადამიანი იყო, ვისაც ჰქონდა სურვილი რომ ჩართულიყო, ასე ვთქვათ, ჩემს ჩვენებაში და მე მაინც ქართველებზე გავაკეთე აქცენტი რა. აი ერთი ჩემი საყვარელი მუსიკა არის, რომელიც ჩავუგდე და ვუთხარი, რომ როგორი არის იცი, რომ მოусმენ თავიდან ბოლომდე ყვება ისტორიას რა. და აი ვუთხარი, რომ აი ეს კომპოზიცია მინდა რომ გამეორდეს ის, რომ თავიდან ბოლომდე ყვება ისტორიას.
აბსოლუტურად სხვა ჟანრი არის, აბსოლუტურად სხვა მიმართულება არის, ვიდრე ის, რაც შეიქმნა და ძალიან მომეწონა მისი დამოკიდებულება. ეს არის Level Up Disco, ძალიან საკმაოდ ცნობილი DJ არის საქართველოში და ძალიან დიდ წარმატებას უსურვებს. მოკითხვა და წარმატება. მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს, იმიტომ რომ მასაც უმოკლეს დროში მოუწია ამ მუსიკის შექმნა, სადღაც ერთ კვირაში და ეს არის სიგიჟე მუსიკა დააწერო ერთ კვირაში, როცა მოდის ჩვენებისთვის, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მიმართულება არის, მაგრამ აი ჩაერთო მინდოდა აი სიყვარულზე როგორც აღნიშნე და გამახსენდა აი თვითონაც შოქში იყო, რომ აი საიდან გაგახსენდა შერეკილებიდან ფრაზა ფორმულა, სადაც საუბრობს ანუ აღწერს სიყვარულის ფორმულას რა და აი ამ ფრაზას მიმეორებდი მუდმივად გონებაში, თან ჩემი ძმის საყვარელი ის არის ფილმი არის რა და ეგრევე რატომღაც ეგ გამახსენდა რა და შეცნობილი ძმაც მოიხსენია. რა თქმა უნდა. და ეს შეცნობილი აუცილებლობა, აი სიტყვა ამეკვია და რომელსაც ეს კაცი ამბობს, ასე ვთქვათ, ერთავაზი. და შეცნობილი აუცილებლობა, რომ გავიაზრე ეს სიტყვა, მივხვდი, რომ რეალურად ცხოვრებაზე საუბრობს, რას ნიშნავს შენთვის? ჩემთვის შეცნობილი აუცილებლობა არის ის სამყარო, სადაც მე ახლა ვცხოვრობ, უბრალოდ გააზრებულად. იყო პერიოდი, როდესაც გაუაზრებლად ვცხოვრობდი და ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ეგეთი პერიოდი. მე ვარ ეგ ძალიან გაუაზრებლად ვცხოვრობ. იმიტომ რომ ჯერ ძალიან ბევრს სწავლობ და ამ რაღაცა მაგალითებს, რასაც გაძლევს ცხოვრება, რაღაცა უყურებ თითქოს რაღაცა განსაცდელებიან. მე ეგრე ვუყურებდი, მაგრამ მე რაღაცა ეტაპზე როცა მიდიხარ, მე იაზრებ, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მასწავლებელი არის შენი და ჩამოგაყალიბა იმ ადამიანად, ვინც დღეს ხარ. და აი ეს გაყალიბებს, მე მგონი გაგრძობითი პროცესია. ზუსტად და თან ის რომ ადრე რომ რაღაცა ისა, აი მე ეს რატომ მოხდა და ეს შეცდომა რატო დაუშვი და ყველაზე მეტად საკუთარ თავს მე თვითონ გამსჯიდი და ცოტა ისეთი დესტრუქციულიც ვიყავი საკუთარი თავის მიმართ რაღაც შეცდომას რომ დაუშვებდი, ანუ სჯიდი ჩემ თავს რომ არ ქონდა უფლება რომ შენ ეს შეცდომა დაგიშვა, იმიტომ რომ აი ყოველთვის ყველაფერში საუკეთესო ვიყავი და არ მქონდა უფლება რომ რაღაცა ეხლა მოიცა განთავისუფლდი საერთოდ ჯაჯმენტისგან საკუთარ მართლა თავისუფლდი კი. ნუ რა თქმა უნდა მაქვს ის მომენტი, როდესაც შემომეპარება, მაგრამ ხვდები რომ ეს მე არ ვარ და ისევ ის რაღაცა სხვადასხვა პატერნები ისევ ცდის, რომ აი ისევ იგივენაირად ვფიქრობ თუ არ ვფიქრობ, ისევ იგივე გაკვეთილები შემომიგდოს თუ არა და მე მეუბნები არა, არ მინდა გავიგე. ყველაფერი შეცნობილი აუცილებლობა არის ეს ყველაფერი და ხო, ესე ვთქვათ, მივიღე საკუთარ თავი ისეთი, როგორიც ვარ და პატივცემ იმ ყველაფერს და მადლიერი ვარ იმ ყველაფრის, რაც ხდება რა და აი ძალიან მადლიერი ვარ, თუნდაც იმ ყველაფრის ეხლა რაც მოხდა, ეს არის იმხელა რაღაცა. ძალიან დიდი. მე მგონია რომ კიდე ვერ იაზრებ. ხო, ვერ ვიაზრებ. ანუ აი ცოტა მეც ვერ ვიაზრებ რა. ანუ ალბათ იქ უნდა იყო უეჭველი რომ მიხვდე სათხარ და ანუ რა ხდება რა, აი რაღაც ეგრე. როგორ მახსოვს რომ აი ბოლოს რომ გამოვედით და რომ შევედი backstage-ში, ანუ ცოტა ესე ვიყურებდი, მეთქი ხა რა მოხდა, აი რა სადვარ, აი ვინ არის ეს ხალხი? ძალიან მაგარია. ქონდა პანიკური მომენტები? კი, როგორ არა და მახსოვს. ანუ ვიცი რომ ქონდა და მაგიტო გკითხე. კი, და ერთადერთი ადამიანი იყავი, ვიც მითხრა რომ მივხვდი რომ შენ ძალიან პანიკური მაშინ იყო პირველი შემთხვევა. რომ რაღაც ერთ-ერთ ვიდეოში, ანუ ვიგრძენი რო გჭირდა, იმიტომ რომ ნუ მეც ვიცი რა არის და მეც დამართნია და ნუ აი ხო ალბათ ძალიან დაისტრესებოდი, იმიტომ რომ ამდენი ახალი ხალხი ყველას რაღაც თავისი, ხო. ხო, იმიტომ რომ წინა დღეს იყო ფიტინგი და უცებ მოვხვდი ძალიან დიდ ქაოსში, 200 ადამიანი მადგას თავზე და უნდა გადავწყვიტო თითოეულ მოდელს. ანუ უნდა მოდელები წინასწარ ავარჩიე და ძალიან ლამაზი, ძალიან კარგი გოგოები არიან. რამდენი გოგო იყო? ანუ რამდენი ლუკი იყო? 10 ლუკი. ხო. და ანუ უნდა მოვარგო სათითო. მოდელები შენ აარჩიე? კი, მოდელები მე ავარჩიე. ანუ ბევრი ესი კასტინგივით იყო? ხო, და ავარჩიე. მართლა? კი, ყველაფერი იყო მართლა ძალიან ისე დაორგანიზებული, საინტერესოდ რა. და უნდა ავარჩიო
ანუ მოდელები წინასწარ კი მყავს არჩეული, მაგრამ შეიძლება დაახლოებით წარმომედგინა ვის რა უნდა ცმოდა, მაგრამ როცა ადგილზე მიდიხარ და ადგილზე ნახულობ, მე უკვე სხვა ხასიათია, ყველა მოდის სხვა ხასიათი აქვს ყველა ადამიანს და შესაბამისად ამ ხასიათის მიხედვით უნდა მომერგო რა. ერთ-ერთი მოდელი აი მწვანე კაბა თუ გახსოვს. ეს გოგო საერთოდ არ მყავდა არჩეული, არავირშია. და ყველაზე ძალიან ეგ გოგო მომეწონა. რო სიმართლე რო გითხრა. აბსოლუტურად სხვა დიზაინერთან დგას და რო დავინახე ეგრევე მივხვდი რომ მწვანე კაბა ამ გოგოს უნდა ჩაეცვა და აი როგორი მოხსენი იცი მეთქი არ მაინტერესებს ხო ძალიან кайიყო და აი ეხა არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა მაგრამ აი თვითონ აი პერფორმანსიც აი ყველაზე მეტად მაგის ანუ ყველაზე არტისტული ეგ იყო ჩემთვის აი დანარჩენები ცოტა თითქოს აი დაძაბულები იყვნენ ზოგი მართლა პომადას ისმევდა აი რაღაც მივხვდი და ამან აი ყველაზე აი თავისუფლად გააკეთა იმიტომ რომ არ არის ამ სახეობები ანუ ყველაზე მაქსიმუმი რაც შეძლოთ გააკეთებინა არა სასწაული იყო მაგრამ ეს იყო ყველაზე დამამახსოვრებელი ეგ იყო ჩემთვის. იმიტომ რომ მუგლერის შოუებს რო ვუყურებ, იქ ისეთი მოდელები ყავს შერჩეული, რომელსაც ეგ არტისტიზმი აქვთ. და ამას კიდე ძალიან ეგ ხო ისჭირდა ხოხტები ეს სხვა ლეველია. ეხა მე ვიძახი და იგივე რომ გამაკეთებინო, შეიძლება ყველაზე ცუდად გამომივიდეს. არა, ეხა შეგიძლია შეაფასო და შეფასება სხვა ამბავი არის რა. ხა და რეალურად აი მართლა აი ვიდექი სათითაოდ ყველასთან და ვეუბნებოდი რომ აი მოიშვი. ჩათვალე რომ უბრალოდ გადიხარ. ეს არ არის რაღაცა თვითონ არ იყვნენ გამოცდილი მოდელები? ძალიან გამოცდილი მოდელი. ყველა გამოდის ძალიან დიდ დიზაინერთან. აი ძალიან ცნობილ დიზაინერებთან. ანუ შენი დასაწყნარებლები იყვნენ ესე რამე? არა, დასაწყნარებლები არა, მათ არ ჭირდება დასაწყნარება. უბრალოდ მე არ მინდოდა რომ იმ მოდის სტანდარტებში, აი თუნდაც ხო, ჩამჯდარი იყვნენ და იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც უნდა ჩარდნენ, მინდოდა რომ თავისუფლად ყოფილიყვნენ. აი იმ გოგომ ყველაზე კარგად გაიგო. მე ვთქვი, ანუ ეგ მომენტი არის რა, რომ ეს მოეხსნათ ეს რაღაცა პოზირების მომენტები, ეგ მინდოდა რომ რაღაცა დაევიწყებინათ რა, ასე ვთქვათ და ვეუბნებოდი რომ აი უბრალოდ ჩათვალე რომ ქუჩაში გადიხარ რა და გეჩქარება და აი რაღაცა საკეთებ და გარკვეულწილად თან წარმოიდგინე მთელი დღე იქ იყვნენ და მე დავხურე დღე და შესაბამისად აი საკმაოდ მაგას მიჩვეულები არიან ალბათ. მაგრამ მათი საქმეა ხა რეალურად ეგ. Time is money, darling. Yes, dear. ხო, მაგრამ ვფიქრობ რომ მაქსიმუმი გააკეთეს რაც შეეძლოთ და ძალიან მადლიერი ვარ. ხო, ძალიან მაგარია. და იმასთან დაკავშირებით პანიკურ იმასთან დაკავშირებით. ხო, ანუ გამოიწვია იმან რომ იმდენი ხალხი მედგა გარშემო იმდენი ადამიანი მეკითხებოდა რაღაცებს და წარმოიდგინე ანუ ერთ მოდელი მოარგო მე მაკიაჟი განსაზღვრო თვის მარცხნილობა განსაზღვრო ფეხსაც რთულია ძალიან და შემდეგ ანუ ჩანთები არ დამავიწყეს რაღაც იჩაგრებიან ეს ჩანთები და ნუ ჩანთა ბევრჯერ თქვი ჩანთა მიაყარე მომავნის ჩანთები მომავნის ოჩო ჩანთა დავჩაგრე რატო დაჩაგრე გიდევს ფეხებთან და წამოღებული დადემანთ გეგონება ტახტის ნაწილია დავჩაგრე რავი ეს თუ დაჩაგრულია რავი ტახტის ნაწილი ჩანთა არის მომა ეს თუ დაჩაგრე არ ვიცი რა არ დაჩაგრე მაშინ აქ დამიდე კინაღამ და რა ვიცი კაი იცი რა მითხოველოს ასპანსორის მომა ჩანთა მე მგონი გაგიწევ მაგას ხო იცი მგონი ეგ დარჩება მათ კაი იცი რა მითხარი ანუ შენ გაქვს ყველაზე მთავარი არის ეგეც რომ გაქვს შენი შოურუმი აბაშიძეზე თან ისეთ ადგილას კარგ ადგილას ცენტრში იცი რა მითხარი და როგორ მოხდი არა მაგას აღარ კითხავ პარიზის მე აბაშიძეს როგორ მოხდი უკვე შეურაცხყოფა არის მაგაზე არა მაგას აღარ ვიზო ანუ შენ დიზაინსაც უხატავთ თქვა თან სკეჩინგსაც აკეთებს ჩვეულებრივად კი რა თქმა უნდა მაგრამ შემიძლია რომ ჩემით დავხატო და შენ არ მეტყვი ხარ რო აი არა მე მაქსიმალურად იცი რა არის ზოგჯერ შეიძლება შენ შემომთავაზო შენი რაღაცები მაგრამ ის არ გამოვიდეს რაც შენ ფიქრობ რომ გამოვა იმიტომ რომ მან ტექნიკური უამრავი დეტალი არის რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ მაგრამ მაქსიმალურად მოვერგებით გემოვნებას რა ადამიანების და ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რა ხანდახან არის ის რომ რაღაცა სკეჩი იქნება მაგრამ
ის რომ გადმოდის მე რეალობაში აბსოლუტურად სხვანაირი არის რა. მე ვფიქრობ რომ ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის დიზაინერის ჩართულობა და იმ კონდო რომ გითხოს რომ ხა სიგიჟეებს მეუნები და ამას ვერ გავიგებ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ ნაწილი. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად ყველა ადამიანს დავეხმარებით რომ ის ტანსაცმელი მოერგოს, რასაც შინაგანად უნდა. სამომავლო გეგმებზე არ გკითხავ, იმიტომ რომ მითხარი რომ ესე არ გეგმავ წინასწარ არაფერს, ხო? არა, წინასწარ არ გეგმავ ესე. მაგრამ ესე აი იცი ამ ინტერესებს. აი ხაი რაღაცა ძალიან ბუმი იყო, ეხა როდის იყო, რამდენი ხის წინ იყო? 1-2 კვირის წინ თუ ცოტა მეტი, ნუ 3 ოქტომბერს იყო. ნახე როგორ ვიცი. არ ხარ ვაგიტოზე. იცი ხო და 3 ოქტომბერს და ეხა აი ეგეთი ბუმის მერე რო ჩამოხვედი და აი აქ ცოტა აი ანუ ეხა სტატიკურად არის ხო უფრო რაღაცეები? ანუ ცოტა როგორ ვთქვა, საზოგადოება ცოტა დაიბნა როგორც მიხვდა, იმიტომ რომ ესეთი განწყობები არსებობს, რომ როდესაც რაღაცა ეგეც აკეთებ, პარიზის Fashion Week-ზე გადიხარ, всё, ანუ შეუძლებელია ისეთი ფასი იქნება რა და მინდა ხალხს ავუხსნა, რომ მაქვს ready to wear კოლექციაც და ალბათ არ გაუკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ პარიზის მოდის კვირაულზე რაც გავიდა ის კოლექცია Pret-a-Porter. ანუ არის აბსოლუტურად სხვა ხარისხი, აბსოლუტურად სხვა მოთხოვნებით, შესაბამისად, უფრო მაღალი ღირებულების არის. ანუ არის ხარისხის მიხედვით ხო არის ფასები. ანუ ის ლუკები რაც იქ გაიტანა, ისინი არის კონკრეტულად ძვირი? Pret-a-Porter კოლექცია არის, რომელიც უფრო მეტ, ასე ვთქვათ, ხარჯებთან არის დაკავშირებული შესაბამისად, ანუ მაგრამ ეს არ არის გამოწვეული, ანუ ჩვენ ბრენდი არ არის რაღაცა ეგოზე დაფუძნებული ბრენდი და ვაიმე ხა პარიზის Fashion Week-ზე გამოვედი და ეხა გავზდი ფასებს. ისე მე ძალიან ბევრი რაღაც მაქვს შენი და არაფერის ფასი არ ვიცი, იმიტომ ჩუქნი ყველაფერს და ისე დამაინტერესე ხა არ კითხო ფასებს, მაგრამ ხო? აი კიდე საშუალო ფასია რა. ანუ სადაც ეხლა მე ფასების ყოველთვის ვაკეთებ საქართველოს ბაზარზე, ვინ რას როგორ იდის. მე მგონია რომ ნებისმიერ ადამიანს გააზრებული აქვს რომ ის რომ შრომა უნდა დაფასდეს და ისიც ალბათ ისიც რომ როდესაც ბიზნესს არავინ არ დაგაფასებს და ისიც ალბათ ყველას გააზრებული გვაქვს რომ ბიზნეს რა ხარჯები აქვს იმის შესაბამისი ფასები აქვს და ამიტომ ადამიანის რაღაცა კეთილგანწყობებით ნამდვილად არ ვსარგებლობ. ეგეთი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. ბიზნესისთვის როგორც არის მნიშვნელოვანი ისევ იქცევი და ვფიქრობ მოლმაუნში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ დასასმელი იზინოს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, პლუსი, მე ესე ვფიქრობ რა და ესე გაგრძელდება სულ. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან მაგარი ხარისხის პროდუქცია. აი, ეხლა შემიძლია ვთქვა, რომ იმ ხარისხის პროდუქცია შეიკრა საბოლოო ჯამში, რისთვისაც ვშრომობდი, რავი, 6-7 წელი არის. არ არის ბევრი თეო. ძალიან ცოტა დროა. ძალიან ცოტა დრო არის. ანუ ეხა 6 წელში რომ პარიზის მოდის კვირაულზე მიგიწვევენ, ანუ რავი, რანაირად არის ეხა ბევრი დრო. იმიტომ რომ ღმერთი არსებობს. ხო. მე არაფერი არ გამიკეთებია. ღმერთის დამსახურება არის ყველაფერი. სამყარო ღმერთი განიცდის ჩემით სამყაროს, მე ესე მგონი. მე ესე ვიტყვი ხოლმე და ხო მართლა შეუძლებელი რაღაცა მოხდა და წარმოუდგენელი რაღაცა ესეთ მოკლე დროში რა და დავრწმუნდი იმაში რომ მართლა არსებობს რაღაცა ისაც ვიცოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, უამრავი. მაგრამ აი ეს უხილავი ძალა, უხილავი ხელი, რომელიც მუდმივად გეხმარება და წარმოუდგენელს გაკეთებინებს, ეს ნამდვილად ღმერთი არის და დიდი მადლობა რომ ეს დავიმსახურა. ნუ დაიხედო ეხლა ზევით. ანუ მოლმაუნი რას ნიშნავს საერთოდ? ანუ ეგეც კაია ბოლოს რო გეკითხები, მაგრამ ანუ ეხლა გამახსენდა. ხო, მოლმაუნი არ ვიცი ეხლა თქვა თუ არა ეგ, იმიტომ რომ უეჭველი უნდა, აქ ყველაფერს ვამბობ. ეხლა უფრო უნდა თქვა. ხო, მოლმაუნი არის მეგრული სიტყვა და ნიშნავს გამომყევი. Follow me. რატო არ უნდა გეთქვა რა? იმიტომ რომ ხალხში მინდოდა რომ კითხები არის რა, ხო ხტობია რა სიშოს. არის ძახთი რა იყო? და რა ვერ მოიძიებ ეხლა ყველაფერს ეძი. მოიძიებ ხო? ანუ მოლმაუნი ჩავწერო მეგრულად ამომიგდებს. და შენ მალავდი. მე რა დამემართა იცი? ყველაზე გადავარი რატო მოვიფიქრე მოლმაუნი რომ ჩემ მეგობარი წავიდა პარიზში თავის შეყვარებულთან ერთად. წლების წავალ ანუ საერთოდ პარიზი დაგზდევს. თუ შენ დაძდე. ხო. მე შეიძლება. პარიზში წავიდა. რომელი შეიძლება? მე
პარიზში არის და აუ ეხა კაი რაღაც აღმომაჩენინე დავაკავშირებ მე მაგას. მიდი აბა. და მოკლედ წავიდა და ეს follow me ფოტოების ბუმი რო იყო. ხო აი ხელებით რო რაღაც სასტიკობა. აი რაღაცა ეგეთი ფოტოები რო იდო და ეხა ვერ ვიტან მაგ ფოტოს ეხა თუ ეგ უნდა დაამთავრო რომ ეგ იყო შენი ინსპირაცია. არ მიღადაობა. ანუ ნახე ვერ ვიტან მეც და აი რა ვაფშე შუაშია და ჩემ მეგობარმა დაადო ეს ფოტო და დააწერა #molmauni-ან follow me-ს ხო დააწერა. რასაც ნიშნავს დააწერა. და მეგრულად დააწერა. კაი რა. მეგრულად დააწერა #molmauni და ანუ მე იდიოტი რომ ვეძებ ყველა ენაზე Google Translate-ში რას ნიშნავს molmauni. არა და მეგრული ვიცი. მოგეწონა. Fluently. ანუ იდეალურად ვიცი მეგრული. და აი ვეძებ და ვერ ვიპოვე ვერაფერი რა. და ვაიმე რას ნიშნავს ეს სიტყვა რას ნიშნავს? კაი დამავიწყდა და ვარ სამეგრელოში ჩემთან. ეს რა რომელ წელს არის რო აი რა ვიცი, შიც ანუ დენიკინის დროს. ძალიან ადრე. ხა და ჰამოქში ვარ და უცებ მესმის მეზობელი როგორ ეძახის თავის შვილს molmauni. ანუ კაი რა. აი როგორი წამოვხდი. ანუ სამეგრელოში რო ჩახვიდე molmauni. ანუ ყველგან molmauni-ია და უცებ წამოვხდი და აი მე სიტყვა მეთქი ხო ვიცი რა სიტყვის molmauni. რა მაგარია ეს უნდა მოგეყოლა უეჭველი და კაია. ხო და ესე მე ჩამჩა გონებაში და მე რა კაი სიტყვა ეს molmauni და რა კაი სიტყვა და მე ან ბრენდინგზე რო სწავლობდი რაღაცა ისეთი პროექტს ვაკეთებდი უბრალოდ უკვე ამ fashion მიმართულებით და რაც ისეთი სიტყვა უნდა მომეძიებინა რომელიც არის უნიკალური და ვერ გამეორდება და აი ესეთი ბრენდი არ არსებობს და შორს არ წავსულ ვარ არც დავფიქრებულ ვარ თავიდანვე ვიცოდი რომ molmauni უნდა დამერქვა ამიტომ რომ აი ეს გონებაში სულ მქონდა ეს სიტყვა და რომ ძალიან ლამაზ მე მეგონა ფრანგულად ნიშნავდა რაღაცას ლომი უბრალოდ ლოგო ლომის ხო ანუ ლომი დავაკავშირე ლომი რაღაცა ძალიან ბევრ რაღაცასთან ასოცირდება რა და მოკლედ ჩემი პოდკასტის სახელიდან გამომდინარე ესეთი კითხვა მექნება ხოლმე აი რაღაც ეგეთი რომ აი რა თქვა აი ცოტა ეგეთი და მინდა რომ გაიხსენო ან ისეთი რაღაც წარმოუდგენელი რაც მოხდა და აი ყველას ეგ რეაქცია გვექნება რომ ეხა რა თქვა ეხა რა მოყვა ეგეთი ან აი ისეთი რაღაც რაც ანუ თქვი და იცოდი რომ არ უნდა გეთქვა ან ეხა ამბობ და იცი რომ არ უნდა თქვა ანუ აი ეგეთი რაც აი ხო ხვდები რასაც ვამბობ აი ცოტა რაღაცნაირი აკრძალული აკრძალული ანუ რა არის ნუ ანერვიული აი რაღაც ნუ ამოძრავდი ბევრ რაღაცაზე ვიფიქრე რა შეიძლება და ყოფილიყო და ძალიან სასაცილოს მომყვები რა ეგრე ჯობია ჯერჯერობით მაინც ძალიან სასაცილო ძალიან მინდა ხო ცოტა სერიოზულიც მინდა არა სერიოზული იყო ანუ არის სასაშემთან არის დაკავშირებული ანუ გასწასვლის წინ ისე მოხდა რომ მოკლედ საწასვლის წინ აქედან წასვლის არის წასვლის წინ ან კოლექცია რო იკერებოდა მაგ პროცესში ნუ ერთ-ერთი მკერავი იყო წინა ღამე არის და ეს ამ გოგომ ვერ დაასრულა მოკლედ ეს ორი მოდელი რომელიც უნდა შეეკერა და ფაქტობრივად რამდენიმე საათი მქონდა დარჩენილი იმისთვის რომ ეს ანუ გაფრენამდე რა რამდენიმე საათი და ეს მეორე გოგო ჩემი თანამშრომელი ამათ ასწორებდა რა ასე ვთქვათ ამ ლუკებს ანუ ისე რომ მიიყვანა იმ როგორც საჭიროა ისე რა ასე ვთქვათ და ანუ ერთმა მკერავმა ვერ მოასწრო და მეორე ამთავრებდა კი ბატონო და მოკლედ ამ მკერავს ანუ წინასწარ რა თქმა უნდა მქონდა ჩარიცხული თანხის ნაწილი და რომ გაიაზრა რომ მეორე ნაწილი შეიძლება და არ ჩარიცხოდა რეალურად ხო რა უნდა ჩარიცხოდა მაგრამ მე მაინც ვაპირებდი იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაცა ნეგატიური განწყობით ყოფილიყო ხა მაინც ხო ხვდები რა დრო დახარჯა ეს ის და არ იყო პრობლემა უბრალოდ არ ვიცი ყოველთვის ბარაძე მაქვს ფული და რატომ მქონდა მაშინ ქეში და მოვდივარ რაღაც გაჭედილი ვარ საცობში და უცებ ეს გოგო რომელიც არის მკერავი მირეკავდა ეს ქალი მოვარდა სად მოვარდა ატელიაში ტაქსში ხარ თუ სად ხარ ანუ მე მანქანაში ვარ მოვდივარ რაღაც ისევ საქმეებს ვაგვარებ რაღაცა ჩანთებზე და რაღაცებზე ვიყავი სასოფში ვარ გაჭედილი და ეს ქალბატონი მოვარდა სად ატელიაში შენ ატელიაში არ ხარ ჯერ არ ვარ ხო აი ეს რაღაცა სპეციალური ის არსებობს რა პატარა მოსაჭრელი პატარა იმით დგას და ცდილობს რომ ანუ იზახის რომ აი ეხლა დროზე ჩარიცხა ფული თუ დაგიხევა ნუ მატყუებ არ მჯერა
კი. დანით დაგადგა? ანუ დანა არ იყო საჭირო, ეხლა სამკერვალოში იმდენი რაღაცა არის, რომ ნებისმიერ რაღაცა შეიძლება გამოიყენო, მაკრატელი, კიდე პატარა მოსაჭრელი, მაკრატელი, უამრავი რაღაცა არის, რაც შეგიძლია გამოიყენო. დანის მოტანა მაგისთვის არ არის. და ეს ქეში მიუგდე და გაიქეცი თუ რა გენი. ანუ მე ვარ საცობში გაჭედილი, ეს გოგოა კანკალებული მირეკავს ეს მეორე და მოიცე, ანუ შენ არ დაგადგა. ანუ მე არა ატელიაში და შენ თანამშრომელ. ხო, და შოკირებული მე და ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი ვიზიართ მანქანაში საცობში გაჭედილი და თან არ მაქვს ფული რომ გადავურისხო ანგარიშზე ხვდები აი რატო მოხდა ესე ვერ ხვდები ქეში მაქვს მიხდი უნდა შევიტანო და მეგეც რაღაც მართლა არ გამიგია და ანუ წარმოიდგინე წინა ღამე რამდენიმე საათი არის გაფრენამდე დარჩენილი რა და ესე ზისო ესე ატრიალებსო ამ რაღაცა იმას რა და ხავ დავხევო ამათო დროზე ფული და ანუ გამოძალვაზე აი არ მჯერა დედას ფიცა ვარ დედას კინოში ეგონა რომ იყო ანუ მე მეგონა რომ ანუ აი წარმოუდგენელი შენ კაი აფთარი გოგო ხარ და ეხა ესე ფული მიეცი და გავუშვი არ მჯერა უფრო მეტი მივეცი ვიდრე ეგოთნა და აი მე დე უფრო მეტი მივეცი რატო ეგ რა ცუდი საქმის წახალიზება გამომძალოს ფული რატო კი გამომძალოს მივეცი ფული არა რატო არ შეიძლება უბრალოდ იმდენად ცოტა დრო მქონდა რომ აი წარმოუდგენელი იყო რომ ხონუ იშორებდი ალბათ აი კი მოვიშორე რა კაი იცი ხა ფინანსებიო ახსენე და უნდა კითხო ანუ ძალიან დიდი ხარჯები არისო ძალიან დიდი ხარჯები იყო კი და ანუ რა გავაკეთე იცი all in იმენა all in კი ყველაფერი მედიკელი დააქვა რომ ყველაფერი დავდა წითელზე აი რაღაც ის რო იყო ხო იცი რაღაც ფეხბურთის ნაკრების დროს ვიღაც ფანს ეწერო ყველაფერი მევიკელი და აქვა რომ აი ეგრე ქენი all in და არა ანუ ეგრე არა საკუთარ ბიზნესს ახლა არ ჩავაგდე ფინანსური იმის ქვეშ იმიტომ რომ ეგ გამოცდილება უკვე რამდენჯერმე მივიღე ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე ბიზნესის მართვა და ფინანსების მართვა და ასე შემდეგ და უამრავი რაღაცა დეტალი არის მაგრამ ხო რა ანუ საკმაოდ ზურადღირებული სიამოვნება იყო ჩემი ოჯახის ქვეშ დამიდგა და ეს იყო უბრალოდ საკითხი ანუ უბრალოდ გადადგა მამნობის და ანუ არა ბიზნესში ხშირად არის რისკის გარეშე ვერ განვითარდები შესაბამისად ვიცოდი რომ ეს ის მომენტი იყო როცა უნდა გამერისკა რა და შედეგიც გამოიღო კიდე ერთ რაღაცას გეტყვი ნიუ-იორკის და მაიამის ძალიან მაგარ შოურუმში იქნება მაუნი მართლა მე კი მართლა გეუბნები რა მაგარი თან ისეთ შოურუმი არის აი მან fashion streets-ზე რო არის და კი და ცნობადი ადამიანები რო ხშირად იქნებიან შენ კი მან შოპინგობენ ხოლმე და ნახოთ ახლა აი ესეც რისკის ამბავია მე ხთო შეიძლება გამართო შეიძლება არ გამართო ხა თვალი არ გესწრეს ეს რო გავა მე არ დამაბრალე არა იცი რა არის ეგ გადავლახე ჩემს თავში თვალ მეცეს არ მეცეს მე მჯერა ძალიან ამბავი თუ დაიჯერება ანუ უკვე დალაგებული გაქ ანუ ახლა ესე თქვი რომ უკვე იცი ზუსტად რომ დეკემბერში იცი რა არის თუ არ განხორციელდა თვალის ამბავი არ იქნება ეგ რა ეგ ზუსტად ვიცი არ გამოვიდა ესე იგი რაღაცა უკეთესი უნდა მოხდეს სხვათა შორის ეს პარიზის ამბავიც ეგრე იყო რომ თავიდან გავიმარჯვა რაც მარანგონის უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბალება რა გახსოვს ეხაც გინდოდა ცოტა ეხა გინდოდა ცოტა ეხა მინდოდა ხო ანუ მაგის მერე მოხდა ეს და რანაირად წარმოიდგინე რომ მარანგონის უნივერსიტეტში თან სკოლაში მოვიგე და დამაფინანსეს და აი მე-9 წაზე ვარ და უცებ იწება ისეთი რაღაცა რა ყველაფერი ხელს მიხლის ხო მაგრამ ძალიან პატარა თაღით დაგაფინანსეს არა მე მგონი ხო მაგრამ შეიძლებოდა კიდე რაღაცები ანუ მხოლოდ რეზიდენტებს აფინანსებენ შესაბამისად არ იყო პატარა თანხა რა და შესაბამისად ანუ იყო შესაძლებლობა რომ წავსულიყავი მაგრამ ყველაფერმა გზა გადამიკეტა და როგორც მახსოვს რომ ანუ რაღაც ერთი მომენტი იყო როცა ყველაფერი მქონდა ხელში მივდიოდი და ანუ მითხრეს რომ всё მიდიხარ და დარწმუნებული ვიყავი რომ მივდიოდი და უცებ წკაბდა ხვდები რომ არსადაც არ მივდივარ და აი ყველაფერი გამომეცალა და აი უკიდურესად უსუსურად ვიგრძანი თავი და როგორ მახსოვს რომ ვთქვი რომ
იცი რა არის, ცოტა ხანი დავაკვირდები და ვიტყვი თუ რატო ვერ წავედი მანდ რა და გამოჩნდა პარიზის ეს ამბავი რა და ამიტომ თუ ეხა ეს ამერიკა არ განხორციელდება მაგის თქმა მინდა რა. ესე იგი ესე ეგრე იყო საჭირო და რაღაცა შეიძლება და არ მტყუილი ანუ უბრალო ხარჯი ყოფილი და მაგით არ გამოვიდა. მე მგონია რომ გამოვა. უეჭველი გამოვა და უნდა გამოვიდეს უნდა გამოვიდეს კი. გაგზავნილი გაქვს უკვე კოლექცია თუ? არა გავაგზავნი მალე. და ძალიან მოწონთ რავი ძალიან პირდაპირ მითხრეს რომ ანუ მომიხსნეს პარიზის კოლექცია მთლიანად და მითხრეს რომ გამოუშვი ამერიკაში. იქ უფრო ძვირად ყიდი რაღაცეებს? კი. იასმია. ხო, ნუ ჩემზე არ არის მხოლოდ ეს დამოკიდებული რა თვითონ შოურუმის მოთხოვნებზე არის დამოკიდებული. მე სხვადასხვა არ მიყვარს ხოლმე ეგ მიდგომა რა მიდგომაც აქვს. უეჭველი ეგრე უნდა იყოს. ხო, ცოტა ეკონომიკური თვალსაზრისით და პოლიტიკის. არა, როგორ რაღაცა არის, იცი, ბრენდის პოლიტიკიდან გამომდინარე, ცოტა არასწორი არის. მე არ მიყვარს ეგრე რომ უდგებიან ხოლმე თუ ერთი პროდუქცია ღირს ერთი ფასი, მაშინ უნდა ღირდეს ერთი ფასი, მიხვდი და მაქსიმალურად ვეცდები რომ რაღაცა დავაბალანსო ეგ ყველაფერი რა. აი იმათ ნუ დაზოგავე. ჩვენ არ გზოგავე. ჩვენ დაგზოგე. ძალიან დიდი მადლობა. კი მე მიყვარს ძალიან ქართული ბაზარი ბოდიში გაგაწყვეტინე. ქართული მომხმარებელი არის ყველაზე საინტერესო მომხმარებელი მთელს მსოფლიოში. ძალიან კრიტიკულები. და ძალიან კრიტიკულები, მაგრამ რა არის იცი, რატომ ამ პოდკასტზე მგონია რომ კარგად გავილანძღებით. ხო, ხო. უეჭველი. რატო არ ვიცი? მიჩვეული ხარ და მე ხო და რა ცუდია, რატომ იმაჩვიე? შენც მიეჩვევი მაშინ. იცი რა მითხარი? ქართულ მომხმარებელსაც მაინტერესებს რა, ანუ აი ვსდილობიანი ხალხი ვარ? ჩემი აზრით? ხო. გაჩნია რა. ზოგად მასაზე ვერ ვიტყვი, რომ უზრდელები ვართ. ჩემი აზრით, ეს კულტურული საფუძვლები საქართველებს გვაქვს და რაღაცა შინაგანი კულტურაც გვაქვს და უეჭველი გვაქვს, მაგრამ ნუ არსებობენ გამონაკლისები. აი ახლა ჩაგიგდე წაღან სკრინი მოდელს როგორ აბულინგებენ რაღაცის გამო, ანუ რატო დაინახეს მაინც ეგ და რატო ანუ ეხა მაგ ადამიანებს რომ რაღაცა უთხრა თავის გარეგნობაზე, ხო? ეხა სათითაოდ რო გადავიდე და ყველას მომუძებნი ისეთ რაღაცას, რაზეც შემიძლია რომ იცი უთხრა რომ აი რანაირი ყური გაქვს, რანაირი ხელი გაქვს. არ შეიძლება ადამიანს ეგეთი ბულინგი, იმიტომ რომ არის ხო შემიძლია აი ეგეთი ბოროტივი იყო, მაგრამ ანუ რატო აკეთებენ ამას ვერ ხვდები. ხო არ ვიცი, ანუ ჯერეულად არ იციან რამდენად შეიძლება ეს ადამიანი დააზიანოს და ხო არ შეიძლება ეგრე, მაგრამ არა უშავს. ვერ შევცვლით, რაც უნდა ისქნან. თეო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ანუ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო შენ, ანუ ეს ძალიან კაი, ანუ ესე შეგვიძლია რომ სულ ესე ჩავწეროს. თავიდან აი გავწითლდი ისე ვინერვიულე, მაგრამ აი ბოლოს აი დასაწყისში ვკითხე როგორ ხარ თქო, ეხა ბევრად უფრო კარგად ვარ. ხო, ეხა ისე ვარ. ეხა თავიდან დავიწყებდი. აი მართლა, ძალიან დიდი მადლობა. აი იცი რა არის ეხა ბოდიში კიდე გაწყვეტინე, მაგრამ რა არის იცი? იმის თქმა მინდა რომ აი ეხა ამ პროცესის განმავლობაში რასაც ვუყურებდი და როგორც გიყურებ, აი გააგრძელე და არ დანებდე. ნუ ხარ ჩემი ჟიური. პირველი ჩემი ჟიური. არა უეჭველი გავაგრძელებ. აი მართლა ძალიან გიხდება და აი მგონია რომ შენ თავი იპოვე. რავი, არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ მე მგონია რომ არ ვწდები. არა, ჩემ თავს ვეძებ, მარტო ამაში არა, კიდე ბევრ რაღაცაში ვიპოვე, კი. უეჭველი, მაგრამ ეს არის დასაწყისი. ნუ ნიჭერი ჯერ არ ვიცი რა შენ. ხარ, ძალიან ნიჭიერი ხარ. მიყვარ ხარ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს. და წარმატებები და მადლობა უნდა გითხრა აუცილებლად, რომ თავიდან ეს მოლმაუნის დაწყების პერიოდი რომ იყო, ეგ მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ არ გიცნობდი. ხო. აი ეს we are clicking. აი რაღაცნაირად დავუკავშირდით, რაღაცნაირად არ ვიცი, ენერგეტიკულად თუ რაღაცნაირად. მარტივია შენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან კეთილი და ისეთი ადამიანი, რაც მინდა რომ თქვა შენზე არის, რომ აი გოგოებს ძალიან ხშირად გშურს ხოლმე ერთმანეთის და შენ ხარ ისეთი ადამიანი, რომელიც აი ლამაზ გოგოს რო ხედავს, ეგრევე მინდა რომ გადავიღო, ეგრევე მინდა რომ ვაჩუქო, ეგრევე მინდა რომ აი სადღაც გამოვაჩინო, აი არასდროს არ გენანება, დარწმუნებული ვარ ჩემ გარდა, ნუ ჩემთან ესეთი ხარ სხვასთან არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მილიონ ადამიანს ახარებ და ძალიან კაი ადამიანი ხარ ყველანაირად და შენაირი გახსნილი და არ ვიცი ესეთი ადამიანებს უფრო და უფრო მეტი წარმატებისთვის უნდა მიეღწ. ხო და ეხლა არ მეთქვევინე მადლობა შენთვის, მაცხადე. კიდე ჩვენზე თქვი. ხო, ანუ შენ იყავი ადამიანი ერთ-ერთი და მგონი მაგ პერიოდში ერთადერთი, ვინც აი სრულიად აი
მოგწერე და აი ეგრევე აუ კი გავაკეთოთ აი კი ამყევი ეგრევე და არ ვიცი ესეთი რაღაცა grounded ადამიანებს რო აი ხო ხვდები რომ აი down to earth body-ში ხა ამას ამ სიტყვას რო ვიყენებ მაგრამ ესეთი ადამიანი ხარ და აი შენარჩუნებული გაქვს ის ადამიანობა რაც ძალიან იშვიათია დღეს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მართლა მეც ძალიან და მინდა რა სიმბოლური საჩუქარი გადავ დავინახე რაღაც რო შემოაქოქიალე აი ეს არის შენი იმის ფერებში აი რა პოდკასტის ეს არ არის ის ფერებში და ძალიან ლამაზია ეხა არ გავხსნი ალბათ მაგრამ გავხსნი და დავდებ რა იქნება სიმბოლურად მინდა ძალიან დიდი მადლობა მე ვიცი ეს რაც არის ხვდები ეს არის ჩანთა რომელიც დაგეჩაგრა და ანუ პოდკასტის ბოლოს გინდა გავხსნა და ამოვაფრიალო ძალიან დიდი მადლობა თეო ძალიან მიყვარხარ და მეც არ ვიცი შემდეგი წარმატებაც გავაზიაროთ ამ პოდკასტზე აუცილებლად იქნება კოცნიბებს და მადლობა თავიდან გავწითლდი ხო რომ ელაპარაკე არ გეტყვი ეგ შინაგანად გახურდი ალბათ და მაგით გავხურდი აღარ არის სიტყვა რაც დამემართა რა ანუ იმედია ეხაც ყვითელი არ ვარ